გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ეპიზოდი, რაც კი აქამდე გადაგვიღია. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მეძღვნება ისეთ კერძს, რომელიც თუ fast food გიყვარს, ეს კერძი უნდა გიყვარდეს. უფრო ბურგერი უნდა გიყვარდეს. ბურგერი. ამ კერძს ერთ პერიოდი მთელი TikTok-ი და Instagram-ი მქონდა მოცული და წლების განმავლობაში ხალხი ცდილობდა რომ ეს სოუსი გაემეორებინა სახლში. და დღეს სუფრის ყოვზე შემოგთავაზებთ ამ სოუსის ყველაზე კარგ ვარიანტს. ჩვენ დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ სახლში Big Mac-ი. და დღეს ჩვენ მოვაწოდებთ Big Mac-ის ტაკოებს, რადგან ტაკოები უფრო საინტერესოა ვიდრე ბურგერი. როგორც მამამდე ვახსენე, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ეპიზოდი, რაც კი მამამდე გადაგვიღია. ძალიან წილი რაოდენობა გვაქვს ინგრედიენტების, ეხლა ჩამოვთვლით, მოემზადეთ და დამიჯერეთ, რომ ყოველ საღამოს ამ საკვებს მოემზადებთ თქვენთვის. თან ისეთ სოუსს შემოგთავაზებთ, რომელიც იქნება მართალია მაიონეზით, მაგრამ უბრალოდ ბერძნული იოგურტით ჩაანაცვლოთ ის, დაახლოებით 450 კალორიას ჩაეტევით, მიიღებთ დაახლოებით 45 გრამ ცილას. ამიტომ ვინც ვარჯიშობთ, ძალიან მოგეწონებათ. სოუსისთვის დაგჭირდებათ 120 გრამი მაიონეზი, დაახლოებით 7 გრამი წვრილი დაჭრილი ხახვი, დაახლოებით 5 გრამი პაპრიკა და 2 გრამი ნიორის ფხვნილი, ასევე 5 გრამი შაქარი, 10 გრამი თეთრი ძმარი და დაახლოებით 30 გრამი მჟავე კიტრი. ასევე 250 გრამი ხორცი, საათის ფოთოლი, ჩედარი და რა თქმა უნდა, ტორტია. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავაკეთოთ სოუსი. ამიტომ ეხლა აიღეთ დიდი ჯამი და ყველაფერი ერთმანეთში უნდა შევურიოთ. ჩაუშვით ხახვის, სუნელები, ძმარი, შაქარი და მჟავე კიტრი და ყველაფერი ერთად კარგად დავაბლენდეროთ. და ჩამონათვალში დაგვეწყდა მდოგვი და აუცილებლად უნდა იხმაროთ ყვითელი მდოგვი, რადგან ეგ ქმნის მთელი Big Mac-ის სოუსს და 15 გრამი ყვითელი მდოგვი. უმარტივეს სოუსს გავაკეთეთ უკვე, არც ეგეთი რთული არ ყოფილა Big Mac-ის სოუსის გაკეთება სახში. არც ეგეთი სასეკრეტო არაფერი არ და საიდუმლო. არც დიჟონის, არც თქვენი სოსისთან ერთად მისაყოლებელი მდოგვი, ყვითელი მდოგვი. ესე ქვია, yellow mustard. გასიხმართ და გამოგივათ გემრიელი Big Mac-ის სოუსი. რადგან სოუსი მზად გვაქვს, ეხლა დავჭრათ აისბერგი და შემდეგ შევწვათ ხორცი. და ეგ არის ჩვენი Big Mac-ის ტაკოები. აისბერგი დავჭრათ ძალიან წვრილად, ზოგი გლიჯავს ხოლმე, მაგრამ ჩვენ დავჭრათ. ეხლა აიღეთ ორი ტაფა, ერთი დიდი, ერთი პატარა, ერთზე შევწვათ ხორცს, მომზე გავაცხელებთ ტორტიებს, რომ იყოს ხრატუნა და გემრიელი. ძალიან გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დადეთ ზემოდან ხორცი. მოაყარეთ პილპილი დმარილი და კარგად მოუბრაწოთ. ხოლო საშუალოდ გახურებულ მეორე ტაფაზე დავაგდოთ ტორტია და მოუბრაწოთ ორივე მხრიდან. ყველაფერი მზად გვაქვს, უკვე სოუსი მზად არის, ხორცი შემწვარი გვაქვს, ტორტიებიც გახურებულია და მზად ვართ რომ ავაწყოთ, ამიტომ ქვევით. ეხლა დავიწყოთ აწყობა და მივყვეთ ამდროებით. ჯერ ტორტია, შემდეგ აისბერგი, შემდეგ დავასხათ იმდენი სოუსი, რამდენი ჩვენ გვინდა, წვრილი დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი, შემდეგ დავაყაროთ ზემოდან მობრაწული ხორცი, ისევ სოუსი, რამდენი ჩვენ გვინდა და ბოლოს დავედოთ ზემოდან ჩედარის ყველი. როგორც მამამდე ვახსენე, ეს ეპიზოდი იყო ყველაზე მარტივი, რაც კი მანამდე გადაგვიღია, მაგრამ ზოგჯერ სიმარტივეშია გენიალურობა და დღეს გავაკეთეთ Big Mac-ის სოუსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სოუსია ჩემი აზრით, მთელ სოფლიოს გარშემო, კი ბურგერი შეიძლება რომ მოხდეს. იმედია თქვენც სიამოვნებთ და იმედია ისიამოვნებთ სახში რომ გააკეთებთ და მიხვდებით რომ აღარ დაგჭირდებათ სიარული McDonald's-ში იმის რომ Big Mac-ი ჭამოთ, რომ სახში გააკეთებთ ჩვეულებრივად და ეხლა რომ დავრწმუნოთ იმაში რომ Big Mac-ის სოუსი ნამდვილად Big Mac-ის სოუსებს, შემოვა ჩვენი ულამაზესი და უახალგაზრდავესი მეგობარი სава ჩერქეზიშვილი, რომელიც უკვე ისეთი პოპულარულია, რომ ცოტა აღარ გვესალმება ხოლმე. ამიტომ თუ შეიძლება მოვბრძანდით, მოვიდა ჩვენი საბა, რომელიც კადრის მიღმარი ხოლმე და ქმნის ამ საოცრებას, რასაც სუფრის ყოვზე ქვია ჩვენთან ერთად. მე დიახ. ახლა მე უბრალოდ სტუმარი გონი ვარ ხოლმე. არა, ეს ადამიანი, რომელიც არის mastermind-ი backstage-ში. ამ ჩვენი საბა უნდა აგემონებს, რა თქმა უნდა, Big Mac-ს და McDonald's-ს, რა თქმა უნდა, ძალიან უხდება Coca-Cola, რატომაც არა, და ჩვენი სპონსორია და მადლობა Coca-Cola-ს. ამ შვენიალური შესაძლებლობისთვის, რაც გვაძლევს და მის საშუალებასაც თქვენთვის შექმნათ ეს კონტენტი. ეხლა საბა დააგებონებს პირველიდან ვნახოთ როგორ იქნება. შენთვის McDonald's-ში ყველაზე კაი Big Mac-ია? შენი favorite. შენთვის Big Tasty. და chili cheese. და chili cheese is free. და შემდგში გამიგე. კარგია. თუ გინდათ chili cheese-ი გაიგეთოთ და საბასთან ერთად გიყვართ, დაგვიწერეთ და გაიგეთებთ აუცილებლად და გასწავლეთ როგორ უნდა გაკეთოთ სხვა fast food-ის რაღაცები. დაგვიწერეთ რა გინდათ. ხო, თუ გინდათ თუ გიყვართ KFC, დაგვიწერეთ და გაიგეთებთ KFC რაღაცებს. სოუსი მეტი მინდა მე. ორ რეწვი გადაყლება საბუნიე. აბანახ. სოუსის არომატი ეგრევე შემოვარდა. ხორცის მაგგემოზე და დამჯდარი. დაჟე რომ წვავდი არომატი შემოვიდა, იმ გეგონა McDonald's-ის გარეთ გახარო. სოუსი თვითონ
соусზე ვთქვი, რომ არომატი შემოვაგდო. Big Mac-ის არომატი და საერთოდ გამიყვეს соусები. McDonald's-იც აი 2 Mac-ს უშვები. ყველის соуსაც ამ დოგსაც 2-ს ვიღებ და ეს სისველე მომწონს რა როცა ვჭამ. როგორი ხარ გავი? ვინა? ერთადერთი რაც მომწონს ის არის რომ უხერხული საჭმელია. უკან უნდა მოგეკრა თავი და ეგეთ უხერხული აღარ იქნებოდა. მე რა უნდა მითხრა? მეგონი რომ ხვდები უკვე 25 წლის ბიჭი. კარგი ის არის რომ ეხლა ეს მართალია მაიონეზს გავაკეთეთ, მაგრამ შეულებრივად შეგიძლიათ რომ ჩაანსვლათ ეს ბერძნული იოგურტით, მაწვენით არ ჩაანსვლათ, თითქმის იგივენაირი იქნება და გემოც არ იქნება ძალიან წასული რძის პროდუქტებზე რა. მართლა ამას ვჭამ, ალბათ კვირაში ალბათ 1-4-ჯერ, იმიტომ რომ უმარტივესი გასაკეთებელია და მართლა უგემრიელესია და როცა დიეტაზე ხარ, სწორ კვებაზე ხარ, ძალიან მაგრა გიმარტივებს რა. აი ეს ხორცი რო გაყინო შეიძლება? კი. და მე რო შეაწყო. კი, ყველაფერი შეგიძლია. აუ, რა კაი ის იქნება? Meal prep-ი. მარტო თუ ცხოვრობ. ეს соуსი რამდენი შეგიძლია 4-5 დღე შეინახო, 6 დღეს. ბაი. აბსოლუტურ რეკომენდაციას უწევ. ვაპირებთ რომ ახალი პროექტი დავიწყოთ და თუ გინდათ რომ კიდე სხვა რამე გავაკეთოთ, გაგვიწერეთ რომ რა გავაკეთოთ, ან როგორი პროექტი დავიწყოთ ახალი, ან როგორი შოუ გავაკეთოთ სხვა, იმიტომ რომ კულინარიული შოუ კიდე კაია, მართალია. რა სეგმენტები ავითვის? რა სეგმენტები ავიცოთ, კი. რაღაცებს გეგმავთ და ძალიან იმედია რომ ერთმანეთს დავამტყობთ. ამიტომ დაიწერეთ კომენტარებში, გამეწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და ერთად დავაშენოთ სუფრის კვავზის პატარა სოფები. ბაი. აი. წესით ეს соуსი